Აიდან ეგრეთ წოდებული ბიონარკოტიკების რეალიზება ან შენახვა კანონით ისჯება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ კანონის თანახმად ყველა ნივთიერების არალეგალური ბრუნვა, რომელიც კრიმინალიზებულ ქიმიურ-ნაერთთა კლასს განეკუთვნება, სამართალდარღვევა. სასჯელის ზომა 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრა. სასჯელის ზომა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან გასაღებისათვის, ისევე როგორც უკანონოდ შემოტანის, საქართველოსთან უკანონოდ გატანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვისათვის 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრა. სიახლეა ისიც, რომ უკვე შესაძლებელია ეგრეთ წოდებული ბიონარკოტიკების იდენტიფიცირება. კანონში ქიმიურ-ნაერთთა 9 კლასია განსაზღვრული, ასევე განსაზღვრულია ცალკეული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც ამ კლასს არ განეკუთვნება. ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოკვლევა და იდენტიფიცირება კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში ხდება. ამავე ლაბორატორიაში შესაძლებელია სხვა ნივთიერებების გამოვლენაც, რომელიც ნარკოტიკის დასამზადებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თაობის აპარატურით, რომლის მეშვეობითაც ხდება უკვე ნივთიერებების იდენტიფიკაცია, სხვადასხვა ნივთიერებების, ნარკოტიკული საშუალებების და ამ შემთხვევაში კერძო შემთხვევებში ეგრეთ წოდებული ბიონარკოტიკების სინთეზური საშუალებების. ადრე შეუძლებელი იყო ნივთიერებების აღმოჩენა, მხოლოდ იყო რამოდენიმე ნივთიერება ჩვენთვის ცნობილი. კანონით განსაზღვრული ქიმიური ნაერთების მომხმარებლები დაისჯებიან როგორც ნარკომომხმარებლები. სამინისტროს ცნობით დღემდე საქართველოში ისევე როგორც მსოფლიოში პრობლემად რჩება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოვლენა. ახალი კანონის მიხედვით სანქციები მომხმარებლებისთვის იქნება ოღონდ გარკვეულწილად, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ 9 ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომლის ესე ვთქვათ იდენტიფიცირებასაც ვახდენთ ჩვენ ადამიანის სხეულში, სწორედ მათზე იქნება სანქციები გათვალისწინებული. რაც შეეხება სხვა ნივთიერებებს, მათზე მოხმარების კუთხით სანქციები არ არის გათვალისწინებული. უბრალოდ მთელს მსოფლიოში ძალიან რთული არის მეცნიერულად გამოკვლევა ამ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ კანონის ამოქმედებას ჯანდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა. დავით სერგეენკოს თქმით, ეს კანონი საზოგადოებაში ზიანის შემცირებისკენ არის მიმართული. ასეთ ტიპის პროექტები ყოველთვის მიმართულია ზიანის შემცირებისაკენ და არა მისი ერთ დღეში ელიმინაციისაკენ. გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, გვაქვს მონიტორინგის ინსტრუმენტები, გვაქვს სამოქმედო გეგმა და გვაჩვენებს რეალობა, რამდენად ეფექტურად იმუშავებს ეს პროექტი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან ეფექტური ბრძოლისათვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე 2013 წლის ნოემბრიდან მუშაობდა. სამინისტროს ინფორმაციით კანონი ეფუძნება ევროპის 4 ქვეყნის, ავსტრიის, კვიპროსის, გაერთიანებული სამეფოსა და შვეიცარიის ახლებურ მიდგომას.